social media is სოციალური მედია დღითი დღე მნიშვნელოვანი ხდება და სულ უფრო მეტადაა განხილვის საგანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ორ პარალელურ რეალობაში: მატერიალური სამყარო, სადაც ჩვენ ფიზიკურად ვარსებობთ, და ვირტუალური სამყარო, სადაც თითქმის ყველა პირს უკვე აქვს საკუთარი ციფრული იდენტობა. იმისთვის, რომ ადამიანზე სრულფასოვანი წარმოდგენა შეგვექმნას, მას ორივე სამყაროში უნდა იცნობდე. სოციალური მედიის აქტიური მოხმარება განსაკუთრებით ახალ თაობებშია თვალსაჩინო. ისინი ვირტუალურ რეალობაში ძალიან დიდ დროს ატარებენ. შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც მატერიალურ სამყაროსთან კავშირს დაკარგავენ და მხოლოდ ვირტუალურ სივრცეს დაუკავშირდებიან, ვინაიდან იქ ადამიანს სრული თავისუფლება აქვს იყოს ის, ვინც სურს, ყოველგვარი საზღვრების გარეშე. ალფა თაობა თამამად აცხადებს, რომ არ მოსწონს არსებული წესები და მუდმივად პროტესტისკენაა მიდრეკილი. საკუთარი თავისუფლების შესაგრძნობად ისინი ციფრულ სამყაროში ინაცვლებენ, სადაც შეუძლიათ საკუთარი თავის წარმოჩენა ისე, როგორც სურთ. შემდეგი თაობა ბეტა საბავშვო ბაღის ასაკშივე გაცილებით მეტ დროს ატარებს ვირტუალურ რეალობაში, რადგან მათი ციფრულ სამყაროსთან კავშირი ფაქტობრივად დაბადებისთანავე იწყება. დაბადებიდან მალევე მათ უკვე პირველი ურთიერთობა აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ფოტოების, ვიდეოების, ზარების მეშვეობით ისინი სოციალური მედიის ნაწილი ხდებიან. არსებობს მოლოდინი, რომ სოციალური მედია სულ უფრო ბუნებრივი ფორმით ჩაერთვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ინფორმაციაზე მუდმივი ხელმისაწვდომობა აღნიშნული პროცესის ნამდვილად პოზიტიური მხარეა. ახალი თაობისთვის ბევრად გამარტივებულია ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოძიება, ვიდრე რომელიმე წინა თაობისთვის. მათ შეუძლიათ სამეცნიერო სფეროს უახლესი მიღწევები გაიგონ, რადგან მეცნიერებაც უკვე სოციალურ მედიაშია. ისინი ეძებენ ინფორმაციას, პოულობენ, მოიხმარენ და ეს ქმნის მათი ცოდნის საბაზისო ეტაპს მომავალი პროფესიული განვითარებისთვის. ამავდროულად იზრდება მათი მოქნილობა. ისინი სწავლობენ, როგორ გაანალიზონ და თარგმნონ ინფორმაცია, როგორ ჩაუღრმავდნენ კვლევას. მათი გონება ინფორმაციის ასათვისებლად თითქოს შესაბამის ალგორითმსაც ქმნის. თუმცა არსებობს უარყოფითი მხარეც. სოციალური მედიის მომხმარებლები ინფორმაციას ხშირად ისე იღებენ, ვერც კი აცნობიერებენ მის შინაარსსა და მიზანს. ინფორმაცია ისეთივე გავლენას ახდენს ადამიანზე, როგორც საკვების სხეულზე. ჩვენ საკვებივით ვიღებთ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა ჩვენი აზროვნება დიამეტრულად შეცვალოს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი თაობა კრიტიკულ აზროვნებას მოკლებულია. ისინი ხშირად ვერ აფასებენ, რა დგას კონკრეტული მასალის მიღმა. ეს რასაკვირველია სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან შეიძლება მან ჩამოაყალიბოს აზროვნების ისეთი მოდელი, რომელიც მომავალში მსოფლიოს ძალიან ცუდ სცენარამდე მიიყვანს. worst scenario for the world as a total, as a limitation.